ჩვენ კვლავ ეთერში ვიმდებით განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას. შემოგვერთა სტუმარი, ჩემი კოლეგა გია იაკობაშვილი, ძალიან დიდი მადლობა გია რომ მონახედრო და მოხვედი და როგორ თემაზე მინდა გია ვისაუბრო, რაც ვფიქრობ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური მდგომარეობისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში გვიშლის ხაზს. კერძოდ აი ეს გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ეს იქცა რაღაცნაირად ესეთი ყოველდღიურად ძალიან აქტიურ თემებად და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ნებისმიერ ადამიანს თავს უფლებას აძლევს და არათ უფლებას აძლევს, ვალდებულად მიიჩნევს თავს, რომ თქვას ნებისმიერ ამ რაც პირზე მოადგება, მაშინ ან დაწეროს ნებისმიერ ამ რაც პირზე მოადგება, თუმცა არის ის წერა, არის ის მეტყველება, ვერ ერკვევა იმ საკითხში, რაზეც წერს და თქვათ აზრს გამოთქვამს და ვერ აყალიბებს აზრს. ჩვენ მივედით საბოლოოდ ასეთ მდგომარეობამდე და ვხედავთ რომ სრული სიგიჟე ხდება უკვე. როგორ მივედით და რატომ მივედით და გამოხატვის თავისუფლება მართლაც ეს არის ჩვენ გავიგეთ ასე თუ ეს სპეციალურად არის გაკეთებული იმიტომ რომ ადამიანებმა თავი იგზნო მნიშვნელოვნად და რაც შეიძლება მეტი სისულელი თქვა და აკეთოს. ასე ხა ბოლოს კი ალბათ ეგ არის ყველაზე მთავარი რომ ადამიანებს აქვთ ამბიცია, აქვთ სურვილი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ თავი იგზნო მნიშვნელოვნად. ხლა რაც შეეხება იმას რომ რაც პირზე მოადგებათ საუბრობენ ესეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და არიან და იქნებიან ხო? ხო ასე რა უბრალოდ ამ ტექნოლოგიების განვითარებამ ეს ყველაფერი გამოაჩინა. აქ ალბათ მორალური მუხრუჭი არის საჭირო ადამიანში შინაგანი დორმუზი თუ გინდა ესე ვთქვათ რა რომელიც შეაჩერებს მაგრამ ჩვენ რასაც უყურებთ მithumetes ახლა ქუჩაში განვითარებული პროცესების მერე როგორც გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს და რასაც ლაპარაკობენ და რა ეგრეთ წოდებულ პერფორმანსებსაც გავენ როგორც ჩანს ეს პროცესები უფრო და უფრო შორს წავა და მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რა უნდა მოხდეს და რა უნდა გაკეთდეს საიმისოთ რომ რაღაცნაირად ეს ადამიანები დაუკვდნენ ხელოვნურად ვერ აუკრძალა ვერავის რა რომ რაც უნდა ისილაპარაკოს და რაც უნდა თქვას ალბათ რაღაც კანონის ფარგლებში და ის ხო არ მოუკერა ვერ ამოუკერავ ისა მაგრამ წლებია ვიხვეწები რომ მიიღეთ კანონის ცილისწამებას მაგალითად ხო ვისაც რა მოუნდება იმას რომ ლაპარაკობს მათ შორის ისეთი რაღაცეების ხდება ხოლმე როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს რომელსაც ყავს თავისი წრე თავისი ოჯახი და შესაბამისად ხდება მათი ტრავმირება განსაკუთრებით თორსა ბავშვები არიან ჩართული ამ ამბავში რა მაგრამ ინტერნეტი არის სოციალური ქსელები ჩემინება რომ იყოს ერთხელ აკრძალავდი ყველა სოციალურ ქსელს რა მაგრამ ამას ვერ აკრძალავ შეინთქმის არ იყოს პირს ვერავის ვერ ამოუკერავ კლავიატურას ვერავის წაართმევ smartphones ვერავის ჩამოართმევ შესაბამისად ეს ყოველთვის იქნება რას იზავ ეგეთ დროში ვცხოვრობთ ეგეთ ეპოქაში ვცხოვრობთ აღარ არის ის რაც იყო და ის რაც დღეს არის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორც ჩვენ წარმოგვედგინა ადამიანის ისეთი ერთ-ერთი მთავარი თვისება თავი გამანებოთ სინის არის სირცხვილი. ადამიანს რაღაცების რცხვენია და ისეთი რაღაცებისაც რცხვენია, რაც არ იცის რომ სასირცხვილოა, ხო? ბავშვს რაღაცის რცხვენია და სულ ვერ აცნობიერებს, არც იცის რატომ რცხვენია რაღაცის. აი, ბავშვს ხათაშორის რცხვენია უცხო ადგილას ლექსის თქმის ან თავისი რაღაცა აზრის გამოთქმის, იმიტომ რომ დაერიდება. იმიტომ ბავშვიც ხვდება, ან ნებისმიერ ადამიანი ხვდება, რომ მან ეს არ იცის და ამიტომ არ უნდა შერცხვეს. აი სირცხვილის გრძნობაც დაიკარგა, ხო? აი ამას ვერ ვიგებ, რატომ დაიკარგა სირცხვილის გრძნობა? ეს მან მოიტანა ნეტა რომ ჩაცმულობა უფრო ისეთი გახდა თავისუფალი, თუ აი რა მოიტანა რომ ადამიანებს აღარ წყვენიათ იმის, ვისიც უნდა წყვენოდეთ. აი ჩემთვის არის ჩაცმულობაც გახდილობა ქვია ალბათ. ხო ალბათ გახდილობა კი ბატონო, ჩაუძმელობა ასე ვთქვა. შილიფად ჩაცმა. რატომ აღარ წყვენიათ ადამიანებს, რომ როდესაც არ იქცევიან ადამიანები. აი ჩემთვის არის ეს ძალიან ალბათ როცა ალტერნატივა არის წვენოდეს თუ იყოს ცნობილი. ალბათ ირჩევენ იმას რომ იყვნენ ცნობილები. და არ აქვს მნიშვნელობა როგორ როცა ადამიანი არის მორიდებული, ზდილობიანი, კორექტული, საკუთარ თავს ჩარჩოებს, უწესებს, როგორც უნდა იყოს. ნორმალური ადამიანი, მას ალბათ იმ წრეებში პოპულარობა აკლია, გასავალი აკლია, მიმღებლობა აკლია, სადაც უნდა რომ იყოს რომელ წრეში. შესაბამისად ესე იქცევა იხდის
იმის მაგერად რომ ჩაიცვას, ყვირის, იმის მაგერად რომ იმღეროს, ჯღაბნის, იმის მაგერად რომ წეროს, ბურტყუნებს, იმის მაგერად რომ ისაუბროს და რავი კიჩი მარტო ხელოვნებაში ხო არ არის ყოველდღიურობაშიც და ეს არის კიჩი ხა რომ ავიღოთ მაგალითად ხო ჩვენ საუბრობთ დაუშვათ იგივე სოციალური ქსელების მოხმარებლებზე რომელიც რაც ენაზე მოადგებათ და ყალამზე და კლავიატურაზე მოადგებათ ყველაფერს წერენ ეგ ერთია ნუ კაი დაუშვათ ის არ არის პროფესიონალი ამ საქმის რა არც საუბრის არც წერის არც აზრის გადმოცემის მაგრამ როცა ადამიანს ქვია დაუშვათ ჟურნალისტი და მით უმეტეს როცა ქვია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და იქცევა ისე როგორც დაუშვათ ჩვენ ამ დღეებში ყველა ნახეთ ირაკლი რუხაძესთან ინტერვიუში როგორ იქცეოდა როგორც საუბრობდა და როგორ ვერიცავდა თავის პოზიციას ეგ თავის პოზიციას ვერც გადმოსცემდა ჟურნალისტი მისი პოზიცია არ იყო გინახავს რა თქმა უნდა ვინმეს თავის პოზიცია ვერ დაეცვას რა თქმა უნდა არა როგორ არ მინახავს ვერ დაეცვას მაგრამ ადამიანს თვალებზე ხო ეტყობა ხოლმე რა გულწრფელია უბრალოდ რასაც ამბობს იმაში მაგალითად ხო შეიძლება ეგ დასაშვებია რა მაგრამ იგივე რო ავიღოთ აი შენ გამოგეხმაურები ეხლა რამდენიმე დღის წინ იყო საიას თავმჯდომარეს ეკითხებია რამდენი სქესი არსებობსა და ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებო ხო რა ვქნა ახლა მე გინდა არაპოლიტკორექტული დამიზახონ გინდა უზდელი დამიზახონ მაგრამ ეს გოგო უბრალოდ დებილია სხვა სიტუაცია ვერ ვიტყვი სამედიცინო არა გინდა სამედიცინო თქვა როგორც გინდა ისე თქვი იმიტომ რომ გავიგე რომ მას ესე უხდიან რომ ესე ილაპარაკოს და მას ესე უხდიან რომ ამაზე არ ილაპარაკოს რა მაგრამ მაგასაც ხო აქვს საზღვრები და აი საზღვრებს ქვია ღირსება უბრალოდ ელემენტარულად რა რომ ახლა ჩვენ მას დავცინით რა თქმა უნდა მიკროფონთან თუ მიკროფონს იქით მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თავიანთი კოლეგების დასცინიან ეგეთ ადამიანებს შინაურ წრეში და მერთოს რომ მაგას ვნატრობ რომ არ აღმომაჩინო ასეთ სიტუაციაში რომ ასეთ რაღაცების დროს მომიწიოს ასე ბუჩქებში წასვლა მართლა ვთხოვ ღმერთს რომ ესეთი რა და ისევ არჩევანის საკითხი დგება მანდრა რომ დავკორგო ღირსება მაგრამ მქონდეს მაღალი ანაზღაურება თუ ბოდიში და მივაფრთხო ამ მაღალ ანაზღაურებას და მქონდეს ღირსება უბრალოდ და ესე ნინო ხაჩიძე და გია იაკობაშვილი და მილიონი ადამიანი არ დასხდნენ და არ დამცინონ პირში და უბრალოდ აი გაწითლება მართლა ყველა შეუძლია და ეგ გოგონასაც შეუძლია გაწითლება რა მაგრამ ალბათ რო ახსენდება ის თანხა რომელიც ყოველთვიურად უნდა ჩაერიცხოს ანგარიშზე აი სიცითლე მერე შუბლის არღვი ნელ-ნელა წრილდება ბოლოს წდება სხვათა შორის აი კარგია რომ ეს ახსენე რაღაცამთავრობო ორგანიზაცია საია ამ შემთხვევაში საიაზე არ მინდა აქცენტი გავაკეთო მაგრამ ჩვენ საზოგადოებაშიც აი მედია და მედიაც ახსენე მედია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ჩვენ ხედავთ რომ უნდა კონდეს დიახ და თავისი ფუნქცია აქვს, თავისი მისია აქვს და ჩვენ ხედავთ რომ მედია ამ ფუნქციას და მისიას ვერ ასრულებს და აქ მეორე არასამთავრობოს გავიხსენებ საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს არ შეფასდა არც საზოგადოების მიერ, არც მედია საშუალებების მიერ ამ ორგანიზაციამ, როდესაც ურჩივლა საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას არ მიხიდა. აი ამაზე მაგას ვერ ვიხსენებ. კი იყო ასეთი თემა, დანიის მოქალაქე იყო, მე მგონი რომელსაც უნდა ყიდვა და ამ დროს იყო ჩვენთან არ არის ესე გართულებული მიწის ყიდვა გაყიდვის ამბავი. კი ამბობენ რომ თქვა ევროპის სახელმწიფოში და ამერიკაში დაშვებული და მართლაც დაშვებულია, მაგრამ იმდენი დათქმა რომ ვერ იყიდი უბრალოდ და არა თუ უცხო ქვეყნის იმ ქვეყნის მოქალაქეც კი და აქ არ არის ლაპარაკი მარტო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქე. ძალიან ბევრი დათქმა ერთის იყო, ამას ვქო რომ ვერ იყიდი. და აქ ჩვენთან იყო გამოცხადებული რაღაცა მორატორიუმი იყო მცირე ხნით, თორე ჩვენ ისე ვიმეორებ არ გვაქვს ეს გართულებული და იყიდება ლიწინით ეს მიწები. და რაღაც ისე მოხდა რომ აი ამ ადამიანს არ მიყიდეს მანიჩილა და აი საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს უწევდა ადვოკატირებას ამ თემას და ეს თითქოს ვითომც არაფერი არ მომხდარა რა. როცა არ აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა, როცა არ აქვს მაგრამ საზოგადოებამაც არ შეაფასა. სამშობლოს განცდა, როგორ ჩანს ეს საკითხი მიჩუმად და მე ხა ამ თემებით დაინტერესებული ვარ, მაგრამ აი ჩემს წინაც ისე გაიარა როგორ ჩანს რომ რამდენიმე წლის წინათ იყო ვეღარ მედია რატომ ახსენე? არ იყო გაშუქებული. ვეღარ ვიხსენე. კი ბატონო, მოდი ესე ვთქვათ რა, აი მედიაში არ იყო გაშუქებული, ალბათ
თუ ხედავს ვინმე რომ ეს საკითხი უნდა გაშუქდეს და მე არ ვაშუქებ, მაშინ უნდა ცადოს და ჩემამდე მოიტანოს, ანუ საზოგადოება მას არეაქტიურა და პრინციპში არც მიყვარს იმ დროს საზოგადოება პოლიტიკურ თემებზე უფრო აქტიურობს ხოლმე რა, ვიდრე დავშვით იგივე სოციალურ საკითხებზე, ხო, ეს ძალიან გულდასაწყვეტია რა, მაგრამ ფაქტია. და საქართველოში მედიის უმეტესობა, მოდი ეს ვაღიაროთ უბრალოდ რა, რომ უცხოეთთან ფინანსდება ისევ და ისევ რაღაც ფონდების მიერ, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნიათ საქართველოში. ეხლა მოდი, კარგი, ძალიან საინტერესო თემა იყო ეგ, მაგრამ აი რახან გაშუქება შევეხეთ და ისევ და ისევ მედიაზე გადავეთ, ეხლა წამოვთ, მაინც საბოლოო ჯამში მედიაზე უნდა ვისაუბროთ და ეხლა ეს ბათუმელების რედაქტორის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შეიძლება გია აქვე ვიტყვე. აი ხა ყველა სანამ თვალდაშვებს იმაზე გადავალთ, როგორ მოიქცა ის და თქვა ჩვენთან ამბობენ რომ იქ შეიგინა, არ შეიგინა, დავშოთ ხალხს როდის მე აგინებენ საქართველოს, მე საერთოდ მიყვის რომ ხან საქართველოში ვარ და ადათები მოქმედებს, ხან ევროპაში ვარ და კანონები მოქმედებს, ვერაფერი ვერ გავიგე, სიმართლე გითხრა, მაგრამ კაი გავანებოთ ამას თავი. ჯერ ქცევის სტანდარტი. ქცევის სტანდარტი უნდა არსებობდეს და ქცევის სტანდარტი უნდა შემოიტანოს იმ ადამიანმა, ვინც არის საჯარო სივრცეში. ხო მართალი ვარ? იქნება ჟურნალისტი, იქნება პოლიტიკოსი, იქნება ოპოზიციონერი, იქნება ვინ ნებისმიერ არ აქვს მნიშვნელობა. ხალხურად ვთქვათ, მაგალითი უნდა მისცეს ხო? ხო, მაგალითი ხა შენს თუ ასევე ვილანძღებ იგი თუ შეაგინა ძალიან ცუდი გაუკეთებია, მაგრამ თუ შეაგინა და შეურაცხყოფა მიაყენა, შენ რომ მურტყამ, რა განსხვავება ერთი დონის ხართ? რა განსხვავება ერთი დონის ხართ რა და მით უმეტეს მაშინ მოდი რასან მაგას ამბობენ რომ ქალია და ესე როგორ მოექცნენ და ასე შემდეგ ქალია და როგორ დაარტყა ქალია და ხელებს რატო ეკნევს ქალია და რატო იქცევა ისე როგორც ბოდიში გამოთქმაზე და ფერმის ღორი რო არ მოიქცევა მაგრამ ამას ყველაფერს თავი დავანებოთ დღეს მისი ადვოკატები ეგრეთ წოდებული კოლეგები გამოდიან და ახასიათებენ მას რომ ეს არის ჟურნალისტიკის კორიფე ეს არის სამაგალითო დედა ეს არის სამაგალითო მოქალაქე შეიძლება არის რა მაგრამ უამრავი კრიმინალი ვიცი რომელიც სანამ კრიმინალურ ქმედებას ჩაიდნენ და მანამდე სამაგალითო მოქალაქე იყო ეგეც შეიძლება ხო თეორიულად ყველაფერი დასაშვებია აქ თავარი არის ერთი რაღაცა რა რომ რატო წარმოიდგინეს ჩვენმა კოლეგებმა და ზოგიერთ ეგრეთ წოდებულმა კოლეგებმა რომ ჩვენი პროფესია არის ინდულგენცია და ყველაფრის უფლება გაგვაჩნია რატო წარმოიდგინეს ვიღაცეებმა რომ დაუშვათ პარლამენტის გადაწვისთვის შეიძლება ადამიანს პასუხი მოეკითხოს მაგრამ ის არ უნდა იყოს მსახიობს შეუძლია პარლამენტის შენობა გადაწვას შეუძლია პოლიციელებს ქვაესროლს შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს ისეთი რომელსაც ადამიანი ვერ მოითმენს და ჩვენ უყურებთ პოლიციელები ითმენდნენ კოლეგიალობის საკითხის დგება რა თქმა უნდა მე მზია ამაღლობელი საერთოდ კოლეგად არ მიმაჩნია არ ჟურნალისტად არ მიმაჩნია იმიტომ რომ კი არის ბიზნესის მაგვარი რამ არის მედია რა თქმა უნდა ეხლა მაგი რო არ იყოს ვერ იარსებებს ელემენტარულად რა მაგრამ შენ ხო შენი ღირსება გაგაჩნია შენ ხო შენი მოქალაქეობრივი სოციალური პასუხისმგებლობა ხო გაგაჩნია და რაღაცა შეიძლება დაწერო მასალა დაუშვათ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით და სარედაქციო პოზიციიდან გამომდინარე რომელსაც შენ ასევე ეთანხმები შეიძლება თლად ბოლომდე არ ეთანხმები მაგრამ მთელი შენი ჟურნალისტური კარიერა გაატარო იმაში რომ ვიღაცის დაკროლზე ცეკვავდე და ასეთი არის ბათუმელები და ასეთი არის 25 არხი და ასეთი არის ნეტგაზეთი რომელიც შვილობილებიც არიან ეგენი ნეტგაზეთი და პრესაჯი თავის დროზე 2007 წელს ფაქტიურად ერთად შეიქმნა და ჩვენ რა არ გვიწევდა იმისათვის რომ რაღაცა ელემენტარული რეკლამა გქონოდა იმისათვის რომ ჰონორარი თუ არა ჰოსტინგის ფული მაინც გადაგვეხადა იმ შემდეგ იყო როცა პრესაჯი წაგვართვეს და ფორჯი გავაკეთეთ და აკრძალული იყო რეკლამების მოტანა წარმოედგინეთ ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში აი ეს სახელიდან მიქონდა ფული რომ ჰოსტინგი გადაგვეხადა და ჰონორარებზე არ იყო საუბარი ხო ამ დროს აი ნეტგაზეთი ნახეთ ჩამოუყრეთ ბოლოში ჩამოშალეთ და ნახავთ რა რომ დაფინანსებულია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ რაც შეიქმნა აი 18 წელიწადი გავიდა იმის მერე ესია მათ არ ჭირდებათ რეკლამა მათ არ ჭირდება ამაზე დარდი ამაზე ფიქრი
ვინც უხდის ფულს, რასაც ეუბნება, იმას აკეთებს და შემდეგ, შესაბამისად, სრულიად ლოგიკური იყო, რომ ამ ნეტგაზეთზე და ამ სოროსის ფონდზე დაშენდა უკვე ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს არის უკიდურესი სიმახინჯე და ეს იყო პირდაპირი დივერსია, როგორც ჩვენი პროფესიის, ასევე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და დღეს ძალიან მიხარია, რომ ფაქტობრივად მათი ჩამიჩუმი აღარ ისმის, გაჩუნდნენ, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ რა პროცესებში ჩარევა არანაირად, შეიძლება რაღაცა ღირსების ნატამალი ქონდათ შერჩენილი და ისეთ ქცევას, როგორც იქცეოდა თავისუფლების ჟურნალისტი ირაკლი რუხაძესთან საერთოდ გაჩუმება არჩიეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სასიკეთო პროცესები მიდის, მით უმეტეს სადა ესე სოციალური ქსელის და Facebook-ის გათვალისწინებით. მე საერთოდ მინდა ერთი რამ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს რა, რომ ჟურნალისტის სტატუსი რაღაცნაირად იყოს განსაზღვრული და იყოს ქაღალდზე ან კანონში ან რაღაცაში დაფიქსირებული რა, რომ ვინ არის ჟურნალისტი და რა არის ჟურნალისტი და რა თქმა უნდა, ეხა საიტის გაკეთებას და დაუშვათ Facebook-ზე გვერდის გაკეთებას არაფერი არ უნდა გააკეთებს, არც რეგისტრაცია არ ჭირდება ამას, მიხვალავს ფერად პრინტერზე CV საბუთსაც გააკეთებ, უბრალოდ სადაც გიწერია რედაქტორი, ჟურნალისტი, გამომცემელი რა და შეგიძლია ესე იგი მიხვიდე ნებისმიერ პოლიციელს თავში ჩაარტყო და მერე განაცხადო რა, რომ ანუ თეორიულად საქართველოს 3 მილიონ მოქალაქეს დაახლოებით უფლება აქვს ამათ რომ შეეკითხო რა, რომ პოლიციას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს. და ეს ყველაფერი ხა ჩვენზეც ხომ მოქმედებს, სადღაც ადრე რომ ამბობდი ჟურნალისტი ვარ, სიამაყით ვამბობდი და ეხლა ხანდახან უბრალოდ ელემენტარულად მერიდება ხოლმე ამის თქმა და რომ მეუნებიან, აი დაუშვათ რა პროფესიის ხარ, რა ვიცი, ხან ჩემ პირველ პროფესიას ვეუნები, რომ ინჟინერი ვარ, მშენებელი ხარ, ვეუნები, რომ ისეც არაფერს საქმიანობ საინტერესოს, ეხლა ვინც არ მიცნობს იმათთან და ვინც გვიცნობს, მადლობა ღმერთს, კარგ ადამიანებს ჩვენზე კარგი წარმოდგენა აქვს და ცუდ ადამიანებს რა წარმოდგენა აქვს, მე და შენ ეგ არ გვაინტერესებს. და გია, რატომ ვახსენე ეხა მეც ნეტგაზეთი და მინდა აქვე ჯიმნიუსიც ვახსენო, აუცილებლად რამდენი წელია უკვე მათ აქვთ ხო იქ დაყოფილია პოლიტიკა, საზოგადოება რაც აქვთ გეოგრაფია, ნეტგაზეთს აქვს ადგილე. წლებია სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ყარაბაღი, საქართველო, აზერბაიჯანის სომხეთი, აჭარა, ჩემთვის აჭარაც გქონდა, აჭარა. იმერეთი, მაშინ იყოს, ვერ გავიგე, აი რა აუცილებლობა ეს რა. ამბროლაურის რაიონი არა? არა აქვს, არა აქვს. კახეთს არა აქვს, ქართლი არა აქვს, კიდევ რა შავი ხევსურეთი. ეს ფოტოჟურნალისტ ნეტგაზეთმა ამოიღო, ყარაბაღი ქონდა და ამოიღო, მას შემდეგ რაც რამდენი ხანი ქონდა მითხარი? აი ხანი ქონდა. 1 საათიც კი ბევრია, რომ ეგეთი რაღაც ქონდეს. კი, და იმას ჯემნიუს ახლაც აქვს. და ახლა ესეც ცალ-ცალკე. და გეოგრაფია, იცი, აი სადაც გიწერია რუსეთი, გიწერია აზერბაიჯანი, სომხეთი და გიწერია სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, გიწერია ისა საქართველო, გიწერია იმერეთი. ჩემს არის გაუგებარი. ეს არ არის შემთხვევითი. რა თქმა უნდა. ეს არ არის შემთხვევითი. და საერთოდ განსაკუთრებით ნეტგაზეთში ძალიან ხშირად იყო ხოლმე აი ეს მუხთარლის ამბები. კი მე მესმის ადამიანის უფლებები ასე გასაგებია და ცოდვა ყველა ადამიანი დასაჭერად. კი ბატონო. მაგრამ რა იყო მასალები და საერთოდ იბეჭდება ჩვენს გამოცემებში ქართულში მას რომელიც ანტისახელმწიფოებრივია. აი ამას ვერაფრით ამ ქვეყნისთვის ჩვენი წინაპრები, ჩვენი თანამედროვე ადამიანები, ჩვენი მეგობრები სიცოცხლეს წირავდნენ და თავს წირავდნენ და ეხლა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ვინც მიდის ის რომ დააპატიმრონ და წაიყვანონ და გაასამართლონ, სიმართლე გითხრა, მე ამაზე ძალიან დიდად არ ვინერვიულებ. აქ საუბარია მუხტარლიზე ზუსტად რა. კი, მუხტარლიზე. თუ მიდგება საქმეზე. ასე ჩაყოლა მუხტარლიზე მისი ცოლთან იყო ინტერვიუები და რა საქმეზე მიდგება რამდენიმე წლის წინ თურქეთში მოკლეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი გახსოვთ, მოკლეს საუდის არაბეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებად და ეს ამბავი ისე ჩაიფარცხა როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ისევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ხაშოგი ადამიანი არის, რომელიც მოკლეს და მუხტარლი ადამიანია, რომელიც
რომელიც დაიჭირეს, მაგრამ ეს კოლეგიალობაც ხო ორმაგი სტანდარტები არის ზოგადად, ხო? აი ხა დღეს მაგალითად რო ავიღოთ, იგივე ამაღლობელის თემაზე, აღარ ჩამოყვები გვარებით რა და სოლიდარობას უცხადებენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მაგალითად კვირის პალიტრის ჰოლდინგში, ხო? მე მოყვები ამბავს, რომელიც არ მithქვავს აქამდე 2010-ის 19 დეკემბერს ნაცებმა წაიღეს პრესაჯი და 21 დეკემბერს გვინდოდა ჩაგვეტარებინა ბრიფინგი. ჩვენ ვინც წამოვედით იქიდან და წამოვედით ყველანი, გვინდოდა საზოგადოებისთვის მოგვეყოლა რა ქნეს, როგორ მოიქცნენ, იმიტომ რომ შეიძლება ყველას გაუკვირდა, რომ 20 დეკემბერს უკვე რაღაც ნაცური თემატიკა და ნაცური ნარატივები წავიდა პრესაჯიზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გამოცემა. ხო ასეა ეს ყველას ახსოვს. რამდენიმე პრესკლუბი იყო საქართველოს, სადაც შეგვეძლო ბრიფინგის ჩატარება, იყო ეს ფორმატი უბრალოდ რა და გვითხრეს ყველა მოუარი. მარტო ინტერპრეს ნიუსმა გითხრა, რომ კი ბატონო 1 საათით დაგითმობთ ჩვენ სივრცეს 19 საათში $250 უნდა გადაიხადოთ. წარმოგიდგენიათ ხო? როგორი შეურაცხყოფილები ვიყავით. როგორი დათრგუნულები ვიყავით. არა იმის გამო უბრალოდ დაუშვათ ეს წაგვართვის, არა იმის გამო რომ გაურკვეველი იყო ჩვენი ხვალინდელი დღე როგორც პროფესიული სუბთა ადამიანი, არამედ იმიტომ რომ აი ჩვენმა კოლეგებმა ეს რაღაცა გვითხრეს რა და პრინციპში არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ კვირის პალიტრა მისი ფლობელებისთვის და მის თანამშრომლებისთვის 95%-ით ეს ბიზნესია და შეიძლება 5%-ით იყოს მედია და სოციალური პასუხისმგებლობა, მაშინ როცა მე არ ვიტყვი, ჩემთვის 95%-ით არის სოციალური პასუხისმგებლობა მედია რა, მაგრამ 70% მინიმუმ ხო უნდა იყოს, ანუ საქმეზე რომ მიდგება, საით გადაიხარო შენი არჩევანი, უნდა გადაიხარო სიმართლის მხარეს და არა მატერიალური კეთილდღეობის მხარეს. თუმცა ისიც შემიძლია ალბათ თქვა ამ შემთხვევაში და ვიფიქრო, რომ ეს თანხა იმიტომ გითხრეს $250 ერთ საათში, რომ ვერ გადავიხდიდით და უბრალოდ წავიდოდით და არც წვადი დაეწვებოდათ და არც შამპური და ეხა ჩემს თვალში მაგალითად ხო კვირის პალიტრას წვადის დამწვარი აქვს და შამპურიც. ალბათ მაგას ჯობდა ეთქვა, რომ არაო. ვარი ეთქვა. და ეს რაღაცა გარკვეულწილად კი უნდა იყოს ეს ბიზნესი და მე ალბათ აბა სხვანაირად არ გამოვა, ხო, სხვანაირად ვერ იქნება და აი რაღაცნაირად იყო კიდევ მეტრის ფუნქციას ასრულებდა, ასე ვთქვათ, ეს დასავლური მედია, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე ვიცით და ყველა ხედა არა მარტო ჩვენიც, არამედ მგონი მაყურებელიც კი მიხვდა, რომელიც არ არის შეხედული ტექნოლოგიაში, ჟურნალისტიკის და მედიის ტექნოლოგიაში, რომ ანალოგიური რამ ხდება იქაც და უბრალოდ მიდის, ჩვეულებრივ ატყვევენ მაყურებელს. იმიტომ რაღაცას რომ უმალავ და მხოლოდ რაღაცას ეუბნები, ეს ნიშნავს, რომ მაყურებელს ატყვევ. ანუ სწორების საშუალებაც არ არის, ხო გია? არ არის სწორების საშუალება, თუმცა ეს ჩვენი სტერეოტიპებიც იყო დასავლურ მედიასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ბრალია რომ გავაღმერთეთ. თუნდაც რატომღაც BBC ქონდა სულ ყველა აღებული სტანდარტად და ეს მანამდე გრძელდებოდა. სამში რამდენი სიტყვა უნდა თქვა, ეს მეცნიერება და როგორ შეიძლება ინგლისური და ქართული ენა შეადარო, როგორ იყო? და ეს მანამდე გრძელდებოდა, პირადად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში თითქმის მანამდე, სანამ არ დავიწყე აქტიურად BBC-ს ქართველი სპეციალური თუ საკუთარი კორესპონდენტის მასალების კითხვა. ეს ქალბატონი არის ნინა ახმეტელი, რომელიც არც სახეზე ვიცი ვინ არის, საერთოდ წარმოადგენს, მაგრამ ნამდვილი სახელი და გვარიანედა თუ არ ვიცი, შესაძლოა ფსევდონიმი, მაგრამ არ ამგონია ხა მაინც BBC-ია და რატო უნდა დაიმალოს, პრესტიჟია უფრო და არ დაიმალება, გვარი არის ეგეთი ახმეტელი რა და მის მასალებს რო ვკითხულობ, ესე იგი სამ სიტყვაში 4 ტყუილი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს პანდემიის დროს სახლიდან რო არ გავდიოდით, უბრალოდ ყველაფერს ვკითხულობდი, რას კი იწერებოდა რა და მივხვდი რა, უბრალოდ მივხვდი რა, რომ დღეს იგივე მდგომარეობაში ვართ ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირში აღზრდილი ადამიანები, როგორც ვიყავით მაშინ, როცა სტრიქონებს შორის ვკითხულობდით,
ისევე უნდა ვიკითხოთ ეხლა სტრიქონებს შორის BBC, CNN, Washington Post, New York Times და ასე შემდეგ რა შეეხება ეხლა იქ ჩვენ მედიაზე ამბობთ ჩვენთან არიციან ისე სტრიქონებს შორის რა შეეხება ეხლა სოციალურ ქსელში რომ ეს მოყვარული ჟურნალისტიკა ნუ იქ საერთოდ არ უნდა წაიკითხო უბრალოდ ელემენტარულად იმიტომ რომ სოციალური ქსელების საშუალებით ხდება ხოლმე ეს ჭორების შემოტანა ფაქტობრივად საინფორმაციო დივერსიების განხორციელება და მე დატესტვა რეაქციების გაზიარება აი სულ მომაქვს ხოლმე მაგალითად თუნდაც რაღაც დისკუსიის დროს რომ აუ წაიკითხე ისე წერა რაღაცა როდესაც ნაცები ავრცელებენ ხოლმე ვეუბნები ხოლმე და ვახსენებ ხოლმე ორსართულიანი მატარებელი გვირაბში გაიჭედაო უბრალოდ ხმარით ხო ახსოვს ეხმები რო დაყარეს რა და მე დარწმუნებული ვარ ეხა 100 კაცმა რო დაიჯერა მაშინ 90-ს ნუ დაავიწყდა ეგ ამბავი იმიტომ რომ მიხვდნენ სისულელე იყო რა იქიდან 10 დაუშვათ დარწმუნებული ვარ დღემდე ჯერა და შეიძლება თავის არჩევანს ისმის ხმა არჩევნებზე დაუშვათ იმ ნიუსის გავლენით აკეთებდეს დღესაც ხო აი რამდენი წელიწადია გასული დომინოს პრინციპი პეპლის ეფექტი რავი რაც გინდა ის დავარქვათ მაგრამ ნებისმიერი სიტყვა რომელიც ითქმება და იწერება საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ბუმერანგივით გვიბრუნდება ჩვენს ყველას და ეხლა რო თქვი რომ რაღაცნაირად მოხდეს დეფინიცია განმარტება ვინ არის ჟურნალისტი ვინ არ არის ჟურნალისტი რა უფლება გვაქვს რისი უფლება არ გაგვაჩნია და სად გადის ის წითელი ხაზი რომელიც არ უნდა გადავლახოთ ეს რაღაცნაირად კანონმდებლობით უნდა იყოს დაფიქსირებული და კანონმდებლობით და სახელმწიფო კონსენსუსის საზოგადოებრივი კონსენსუსის საშუალებით უნდა იყოს განსაზღვრული თორე ეხლა 15 NGO-შნიკი რო დაждდება და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას რო შექმნის და როგორც უნდა ჭრის და როგორც უნდა კერავს იმის მიხედვით სოროსის ფონიდან რას დაავალებენ ეგ რა თქმა უნდა სასაცილო არის ეგ სატირალის აღარ არის სასაცილოა იმიტომ რომ წარმოუდგენელი სულელი ხალხის მიერ იყო გაკეთებული და აი ხა ხო უყურებთ ჩვენ დაუშვათ ეს როგორ იცავენ მზია ამაღლობას რა წარმოუდგენელი საზღარი დემაგოგია ხო ერთი მეორე ის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რომელიც ირაკლი რუხაზოსთან იჯდა დებილი რა უბრალოდ რა მესამე ეს საიას თავმჯდომარე დღეს აი ეგ თემა რა რომ საქართველოში მედია ელიტა, თეატრალური ელიტა, კინო ელიტა აი ესეთი ელიტები შეიქმნა რა სადაც არიან ადამიანები რომლებსაც არც ენა კითხვა იციან არც გარეგნობა არ უწყობთ ხელს არაფერი ხელს არც განათლება მით უმეტეს ხელს არ უწყობთ და აი ეს ქუჩის აქციები და ეს მღრიე წყალი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა რომ აი რაღაც საკუთარი მაღალი სტატუსი შეინარჩუნონ საზოგადოებაში და აი ამ ზედაპირზე იტივტივონ აი ხა რაც დოიაშვილის თემა რომ მოიყვანოთ ხო ნუ ხო როგორ დაგვემუქრა 5 დღის წინ რა ულტიმატუმი რა და ნუ რა აღმოჩნდა უბრალოდ რა რომ ნუ დები არის უნიჭო ჩეულებრივი უნიჭი არის იმიტომ რომ რაღაცას რო ამბობ შედეგებზე ხო უნდა იფიქრო ელემენტარულად რა რომ მემუქრები რომ აიცი რა არის ამადამ დღეს ამადამ საათამდე თუ ესე არ მოიქცევი აი მე შენ ულტიმატუმს გიყენებ მე ნახე რა მოხდა მითხარი შენ გუშინ და რა ხდება დღეს აი რა გააკეთა დოიაშვილმა გააკეთა მხოლოდ ის რომ გახდა ფოლკლორის გმირი რა ანეკდოტების გმირი გახდება მალე მასზე ისაუბრებენ დაცინვით როგორც საუბრობენ დაუშვათ დაცინვით ამ 1000-ობით მწერალზე რომელიც ყოლია ამ 10000-ობით მსახიობზე რომლებიც ყოლია ამ 10000-ობით ჟურნალისტზე რომელიც ყოლია და სინამდვილეში არ აყოლს სინამდვილეში მარტო ერთი როა იყო დაუშვათ რომელიმე ქართული ფილმი არაჩვეულებრივი გამოფენა სადაც მე მგონი 90% არ არის პროფესიონალი მსახიობი იქ უფრო მეტი მსახიობი თამაშობს რომელიც იმასთან შედარებით ვიდრე დღეს მთლიანად ქართულ რეალობაში ყავს და გაგვაჩნია იგივე არის მედიაშიც იგივე არის ყველა სფეროში და საიდანაც დავიწყეთ რომ ეს პასუხისმგებლობა და ეთიკა და ყველაფერი იმდენად დაბალია სტანდარტები რომლებიც დააწესეს მათ ვინც თქვეს რომ ჩვენ ვართ ელიტა მათ თქვეს რომ ჩვენ ვართ ელიტა და ჩვენ დაუჯერეთ კი ბატონო იყავი ელიტა იმიტომ რომ მე სულაც არ მინდა რომ ელიტა მერქვას და შენ თუ გინდა რომ გერქვას ელიტა შენ გერქვას ელიტა მაგრამ აი იმან რომ მე არ მინდა და შენ გინდა და კი ბატონო ეგრე იყოს მოიტანა ის რაც მოიტანა დღეს ქუჩა გაისო იქ რუსთაველის თეატრზე გადმოკიდეს პლაკატები და ძალიან ცუდი მაგალითი არის ბავშვებისთვის მოზარდებისთვის იმიტომ რომ მოზარდი აი რატომ არის იცით იგივე აი მზია ამაღლობელს მე ყველა შეიძლება შეეშალოს არ უნდა და დაარტყა მე ამ ვარიანტსაც უშვებ სიმართლე ნინო 10 წუთის გამოსული რო ხარ იქიდან საიდანაც გამოგიშვეს ხელწერილით ეგრე არ ხდება რომ არ უნდა და რაღაცა
მან უბრალოდ გმირი შარავანდედით შეიმოსა, ნუ ის თვალში შეიმოსა ეს გასაგები. კი, მაგრამ თქვა არ უნდა და ხომ შეუძლია თქვას 4 შვილის დედა, ხო, მით უმეტეს ქალი. თქვას რომ რაღაც არ გამოვიდა ლამაზი. ანუ ეს აი ხო გესმის ყველაფერს აქვს ფორმა, თორე არავის არ სიამოვნებს ახლა 4 შვილის დედის ახლა რა თქმა უნდა. რაზე გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი იყოს, გინდა 4 შვილი ყავდეს, გინდა უშვილო. არა, ეს მაინც საქართველოა და ქალი როზის ციხეში განსაკუთრებით სულიერ. რა თქო, ძალიან თან 4 შვილის დედა ნამდვილად, მაგრამ თქვი დალოცვილო, მით უმეტეს 4 შვილის დედა რო ხარ. ქალი რომ ხარ, თქვი რომ ეს ლამაზი იყო და ეს კარგი იყო? თქვი რომ მივქარე რა და არ გამოვიდა რა, ჩვენ არ შეგწყვე, არ ჩაგვიდენია, არავის ისეთი რამ რისიც გწყვენია. აი შეგძროგო რა ყველას გვაქვს ჩადენილი რაღაც. ეს უბრალოდ კი არ უნდა თქვას, აი იმათ უნდა უთხრას რა, ის ხეს გამოდიან თავისუფლებამზე ამაღლო. იმათ უნდა უთხრას რა, რომ მე ცუდად მოვიქეცი რა და მოდით რა ეხა თქვენ მე რომ იცავთ, თქვენ ცუდად იქცევთ და შეიძლება უბრალოდ აი თქვენს გამო კიდევ უფრო დიდი ხნით აღმოჩნდეთ კედლებს. და სხვათა შორის ეხლა მითხა გავუსვანო ერთი რამ არ დავასახელებ იმ პირს, იმიტომ რომ ეს შინაურად მოგწონს ძალიან აი ნამდვილად ელიტა აკადემიკოსზე ერთ-ერთი ძალიან ინტელექტუალურ ადამიანზე ასაკოვანი ადამიანია, საკმაოდ ასაკოვანი და დაახლოებით 20 წლის წინანდელ ამბავს ვყვები, თქვა რომ შეიძლება უფრო მეტი ხნისაც, ნუ 20-ზე მეტი წლის რომ ის მოვიდაო გაზის ინკასატორიო და მაშინ ხო ჩამოყრები იყო და რაღაც მთელი ამბები და მითხრაო გინდაო ჩამოგიყარო და რაღაც ერთ წამში დავფიქრდი და მე შემწვა, იმიტომ რომ ის კაცი რას იფიქრებდა ესეც თუ ჩამომაყრევინებსო და მე მივხვდი რაოდენ დიდი ადამიანი იჯდა ჩემ წინ რა როგორც ადამიანი იმაზე იფიქრა რომ რა გავლენას მოახდენდა ეს იმ ინკასატორზე. რა თქმა უნდა. აი ეს ვართ ჩვენ ადამიანები, თორე იმასაც არ ქონდა ფული და ჩამოყრა, რა თქმა უნდა. თეორიულად დაუშვა რომ შეიძლება ჩემზე ცუდი იფიქროს უბრალოდ და ცუდი და გული გაუტყდეს რომ ესეც კი ასე იქცევა, გესმის გული ანდა მე ჩემი ის მაგალითს უნდა მაძლევდეს, ის მაგალითს უნდა მაძლევდეს, აი ამაზე ვლაპარაკობ მე. აი ეს დაიკარგა. შეიძლება ადამიანს შეეშალოს, შეიძლება კანონის დაარღვევას, თუ რა თქმა უნდა, ყოლელობას და რაღაც თანხების გაფლანგებას და მითვისებას და ქვეყნის ღალატს არ ეხება საქმე. და შეიძლება დააშავა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს და შეგწყვეს რა. შეგწყვეს. ნუ აღიარეს რა. ნუ გეტყობოდეს მაინც, რომ შეგწვა. რა თქმა უნდა. ხო არ ეუნები იმას, რომ გამოდი ხა და ყველა კუთხეში, ყველა ქუჩის კუთხეში იყვირე, რომ ეს რა მივქარე და ეს რა დავაშავე. არა, უბრალოდ სახეზე უნდა შეგეტყოს შენ. და შენი ღირსებაა მართლა. შენი ღირსებაა, ცხადია რა, მაგრამ ერთი NGO-შნიკი დამისახელი საქართველოში, რომელსაც ღირსება გააჩნია. იმის შემდეგ, რაც ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ბომბების წვიმა მირჩევნიაო, ამის შემდეგ ეს უტვინობა. გავიგე, მაგრამ ამის შემდეგ როცა შენ მიდიხარ და პოლიტიკურ პარტიას ქმნი და არჩევნებში რაღაც პრეტენზიებს გამოთქვა, ხო? ნუ რაზია ამის შემდეგ ლაპარაკი, ხო? არა, ეს ხა უბუნობა. ხო რა, მაგრამ ღირსება ისიც ხო არის, რომ დაუშვათ შენ არ შეგაგინონ რა, ისე მოიქცე, რომ შენ არ შეგაგინონ. ის კი რომ ცუდი ეფიქრონ რა, ქუჩაში ნორმალურად გაატარო მანქანა რა, რომ ვიღაცამ ხელი არ გადმოყოს და არ შემოგაგინოს. მე ხა როგორც ქალი მძღოლი ვიტყვი, რომ მამაკაც მძღოლებს ახასიათებთ უადგილოდ შეგინება. და მე სულეუნები ენას ამოგაგებ, მე არ ვაგინებ. უადგილოდ შეგინება, მოდი ეს ხალხო ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ და მამაკაცებს განსაკუთრებით. რა და უადგილოდ საჭის უაზროდ ტრიალი რო ქალებს ახასიათებს, ეხა მაგაზე მოდი ნოვიკავოთ. არა, მე მაგაზე არ ვყავმათო, მე ქალებს გძნობ ხოლმე შორიდან, მამაკაცები თავხედურად ატარებენ და აი იგივე ქუჩაში მოძრაობაზე, ხო, ღირსების ამბავია რა, როს. ხო, იქ არიციან დათმობა. ვინ? კაცებმა? საჭესთან. ეხა ნინო მოდი მაგაზე ნოვისაუბრებთ. 40 წელია საჭესთან ვზივარ და ხო და იშვიათად იცი. ძალიან კარგად. მე და მეუნები ვითომ მე თქვენ ქალი ხარ და მე კაცი ვარ მაშინ რა. მე მაგალითად ჩემთვის ქალს ჯერს არ დავუთმე. არის 1-2 მონაკოთი საზღშირად მიწევს მაგალითად ვაშლი ჯვარში სიარული, სადაც აუცილებლად უნდა დაგეთმონ გზა, აუცილებლად, იმიტომ რომ დაუშვათ სხვა თემაზე არიცი, არასოდეს არ დაგეთმობს და მე გეტყვი პირდაპირ ვერ ხვდება უბრალოდ. ვერ ხვდება რომ კი ბატონო, კი ქალები არ მიწრენი, ვერ ხვდება რომ და დაგეთმოს, კი, ვიცი. მათ შორის ფეხით მოსიარულეებსაც არ უთმობენ გზას. ამასინაც სხვა თემაზე გადავით, მაგრამ არის რა მნიშვნელოვანი თემაა, ხო? ამასინაც შევეცარი ერთი გოგონას გამო 4 მანქანა დაიმტრა საბურთალოზე. ამ გოგონამ გააგრძელა გზა.
და სტატისტიკა იცი როგორი გამოვიდა, რომ იმ დღეს ქალაქში მოხდა 4 ავტოსაგზაო შემთხვევა და არც ერთი მათგანში არ იყო დამნაშავე ქალი. 4-ვანი კაცები იყვნენ რა. აბსოლუტურად ისე იყო მარტო დამნაშავე. კი, რაღაც ისე კი გამოგვივიდა ეს ქალების ხო, მაგრამ მე ყოველ ძოლი ქალების საუბარი გამოგვივიდა, რინა, იმიტომ რომ იშვიათად ხვდებით ერთმანეთს. კი, გია, ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ ამოიწურა. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა გია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ჩვენ თვითონ შევხვდებით ხვალ 90 და 10 წუთზე ნახვამდის.